დაჯგუფება, რომელიც თავის თავს მედია ჯგუფს უწოდებს, უკვე მეცხრე არხის ჟურნალისტების ბიოგრაფიითაც ინტერესდება. ვარო გავიცნოთ ერთმანეთს. ჟურნალისტები მზამდები. რატომ უნდა დავსვათ? მომეცით იმის საშუალება, რომ ორივემ დავსვათ ერთმანეთთან კითხვაზე. აცი მიკროფონი ძალიან ახლოს აქვს. მე გასწავლე. მე დაგანა ნერვიულობ. ჟურნალისტი. ხელი როგორ გიკანკალებს? მე ნერვიულობ თუ შენ. მე დაგაკვირვებ. ეხლა შენ მიკროფონი რამანძილით უნდა ეს ცინიზმი რასაც დაგაკვირვებ როგორ უნდა დაიკავო მიკროფონი აი ამ პოზიციაში და ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი ინფოცხრის გადამღებ ჯგუფზე ჭასპის საყრებულო შენობაში საყრებულოს ხდომის გადასაღებად მისულ საინფორმაციო სააჯენტო ჟურნალის შორენა ხაბალაშვილს ხდომის გადაღების უფლება არ მისცეს. როგორც კი მივედი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, რომელიც არის ამ შენობის მეორე სართულზე, დათვის თანამშრომელი მომვარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩამავლო ხელი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მედიის წარმომადგენლები მთავარ პროკურატურას ტელეკომპანია მაესტროს სატელიტურ თებშებზე ყადაღის მოხსნას თხოვენ. ჩამოყალიბეთ იმაზე, რომ მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღება არ არის მხოლოდ ტელეკომპანია მაესტროს შეზღუდვა, ეს არის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა. მოიხსნას უკანონოდ დადებული ყადაღა მაესტროს ქონებაზე და დაბრუნებას იმ ქონებისა, რომელიც ეკუთვნის მაესტროს და ჭირდება მაესტროს იმისათვის, რომ მან განახორციელოს თავის საქმიანობა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ საბიუჯეტო ანდარისზე ჩარიცხულ 10 მილიონ ლარზე ხელისუფლებას ხელი უკვე მიუწვდება. ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის ნაწილს იხდის, მაგრამ კონკრეტული ულტიმატუმით ის 10 მილიონი ლარის სტიქიით დაზარალებულებისთვის მოხმარებას ითხოვს. სტიქიური ზარალის საკომპენსაციო თანხა ხელისუფლებისთვის საარჩევნო მანიპულაციის იარაღია, თუ კი მას მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იხდის. ბიძინა ივანიშვილისთვის ქველმოქმედება მართლ გულში უკვე ირონიის საბაბია. 7 მილიარდზე მკითხე ჯერ. სამართლებრივად თუ შევაფასებთ, უბრალოდ მან შეასრულა ნაწილობრივ ის რაც დააკისრა სასამართლომ. არის კიდე დარჩენილი თანხები, მან აღიარა ეს ვალდებულება სამართლებრივად რაღაც ნაწილი გადაიხადა და იმედი მაქვს, რომ დანარჩენ თანხების შეტანასაც მოსთხოვს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის პოლიტიკურად ამორალური საქციელი და ვაჭრობა იმ ადამიანების ბედით, რომლებიც დღეს გაჭირვებაში იმყოფებიან და სტიქიით არიან დაზარალებულები და ბუნებრივია, ესეთ ბინძურ გარიგებაში სახელმწიფო მონაწილეობას ვერ მიიღებს. ზარალის ჯამური ოდენობის დადგენის შემდეგ ხელისუფლება სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ივანიშვილისგან სავარაუდოდ კიდევ 70 მილიონ ლარს მიიღებს. 80 მილიონიანი საქველმოქმედო ტრანზაქცია იურიდიულად კოალიციის ლიდერს დაკისრებულ სანქციას მოუხსნეს, თუმცა მეცენატი დღემდე არ აღიარებს მის კანონიერებას. კახეთის 4 სოფელში ჩავიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები შაშიანში, კალაურში, ვაჩნაძიანსა და ვანთაში. პრეზიდენტი ადგილობრივებს გაესაუბრა და მთავრობის ინიციატივები გააცნო. ხვალ დაგისეთყვათ და. აბა რაღაცა დაგისეთყვათ. სახურავით გაგიზიანა? არა, სახურავი. ლამაზო. დიდი მადლობა ყველაფერზე, დიდი მადლობა. მადლობა პირიქით თქვენ გაძლეობისთვის. ისა ქვია სახლის დაგიზიანა თუ რა იყო? აი უბრალოდ გარშემოესი, ხო? ახლა გადაცით, კაი ეს. კაი.